პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მოგესალმებით, მე გახლავართ ზაზახატიაშვილი, უფლებადამცველი ადვოკატი და წარმოგიდგენთ მორიგ საავტორო გადაცემას, რომელიც შეეხება საქართველოში არასამართლიან სასამართლოს ერთ-ერთ კომპონენტს, ეს არის არაეფექტურ გამოძიებას. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია ეფექტური გამოძიება. ეფექტური გამოძიების ცნება განმარტებულია როგორც კონვენციის მე-6 მუხლში, ასევე განმარტებულია კონვენციის თითოეულ მუხლში, მეორე მუხლში, მესამე მუხლში, მე-13 მუხლში, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს სხვადასხვა მოქმედებების ჩატარებას, რომელიც აუცილებელია კონკრეტულ საქმეებზე. დღეს ჩვენ სტუმარად გვყავს ჩემი აზრით გმირი დედა, მოკლული გიგავალიანის დედა ეკა კუპატაძე, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა გადაარჩინა წამებას, არახუმანურ მოპყრობას, არადამიურ მოპყრობას. ქალბატონი ეკა კუპატაძეს გმირობა რო არა, ძალიან ბევრი სავარაუდო დამნაშავე ვერ იხილავდა ბრალდებული სტატუსს და გააგრძელებდა იმ დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ კადრებით, რომელიც გავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. 1 ოქტომბერს ვანდალურად დაესხნენ თავს ერთ-ერთ ყველაზე ზნეობრივ, ყველაზე წესიერ ახალგაზრდას გიგავალიანს, რომელიც ბრძანდებოდა ექიმი, მასწავლებელი, 50-ზე მეტ ბავშვს ამზადებდა, აგროვებდა ფულს, რომ წასულიყო და სწავლა გაეგრძელებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღე და ღამე მუშაობდა. ვერაგულად ჩაუსაფრდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თავს დაესხნენ და ერთ-ერთი ყველაზე წესიერი იმედის მომცემი ახალგაზრდა მოკლეს. ქალბატონი ეკა კუპატაძე 1 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, როდესაც გიგა იყო საავადმყოფოში, გვერდან არ ცილდებოდა, ამიტომ მას არ ჰქონდა საშუალება მიეხედა გამოძიების მიმდინარეობისთვის და თვალი ედევნებინა თუ რამდენად ეფექტური იყო გამოძიება. გმირად იბრძოდა ამ დროს მისი ადვოკატი ქალბატონი დარიჯანსულაშვილი და უიტყვი, რომ მის მიერ მოპოვებულმა ძალმა ბევრმა მტკიცებულებამ ხელი შეუწყო აი ამ საზარელი დანაშაულის გახსნას. როდესაც ქალბატონი ეკა კუპატაძე მივიდა პროკურატურაში, ეს იყო გიგა ავალიანის დასაფლავების შემდეგ და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მას პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, ეს არის გლდანი ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი, უარი უთხრა ასლების სახით მტკიცებულების გადმოცემაზე. ყველაზე პარადოქსული რა არის? პროკურორმა უარი უთხრა დაზარალებულ მხარეს იმ ნორმით, რომელიც იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღიარებული არანორმატიულ აქტად. კერძოდ, კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 18 დეკემბერს არაკონსტიტუციურად აღიარა სისხლის სამართლის სამართლმორწმუნო კოდექსის 57 მუხლის პირველი პუნქტის დოკუმენტი, რომელიც დაზარალებულს არაძლევდა უფლებას მიეღო გამოძიების მცდელობის დროს სისხლის სამართლის საქმის მასალები ასლების სახით. ასევე მე მინდა ვთქვა, სანამ ქალბატონი ეკა კუპატაძე იყო საავადმყოფოში და ლოცულობდა მისი შვილის ჯანმრთელობისათვის, გლდანი ნაძალადევის პოლიციამ ჩემი აზრით ფალსიფიცირება გაუკეთა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. პროკურატურამ არ ჩაატარა მეგობრებო ჩხრეკვა სავარაუდო დამნაშავეებთან. და როდესაც უთხრეს, რომ რატომ არ ატარებდა ჩხრეკვას, განუცხადეს დაზარალებულ მხარის ძმებს, რომ იმიტომ არ ატარებენ ჩხრეკვას, რომ სავარაუდო დამნაშავეები სახლში დამალავენო მტკიცებულებებსო. როდესაც ეკა კუპატაძე მიხვდა, რომ პროკურატურა აწარმოებდა არაეფექტურ გამოძიებას, დაანონსა პირველი აქცია, სადაც დაახლოებით 300 თანამოქალაქე მობრძანდა, მეორე აქციაზე უკვე იყო ორჯერ მეტი მოქალაქე და როდესაც დაანონსა, რომ დაიწყებდა უვადოში მშილობას, პროკურატურა მიხვდა, რომ საქართველოში გამოჩნდა ახალი ირინა ენუქიძე, რომელიც მისი შვილის სისხლს არავის არ აპატიებდა. ქალბატონი ეკა კუპატაძეს გმირულმა ბრძოლამ გამოიყო ის შედეგი, რომ
პროკურატურამ ჩაატარა სავარაუდო დამნაშავეებთან და მათთან ალიანსში მყოფ პირებთან ჩხრეკვა და მოიღო მტკიცებულებები, რომელიც შემდეგ გაასაჯაროვა და ვნახეთ, რომ მხოლოდ ეკა კუპატაძეს გმირული გამოსვლების შემდეგ შესაძლებელი გახდა, რომ დაჭერილი საბრალდებო სკამზე ბრალდებული სახით მიცემული ყოფილიყვნენ პასუხისგებაში გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული პირები, რომლებსაც ჩადენილი ჰქონდათ სავარაუდოდ სხვა დანაშაული და ჩვენ ვნახეთ ეს პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ეკა, მე მინდა როგორც რიგითმა მოქალაქემ დიდი მადლობა გითხრათ, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის. დიდი მადლობა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა თქვენ გადაარჩინეთ წამებას, არახუმანურ, არადამნელ მოპყრობას, სიკვდილს და მე მინდა უთხრა იმ მშობლებს და იმ ხალხს, რომლებზეც ძალადობდნენ, ეს ხალხი და თქვენ გაჩუმებულები იყავით, მოიტანა ის, რომ გიგა ავალიანი მოკლეს და მოკლავდნენ სხვა ადამიანებსაც, რომ არა ეკა კუპატაძე. ამიტომ ყველა მოქალაქის ვალია იყოს ეკა კუპატაძე. ყველა მოქალაქის ვალია იბრძოლოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სამართალი იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში ტარდებოდეს ეფექტური გამოძიება, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს ახალი გიგა ავალიანი. ეკა კუპატაძეს გიგა ავალიანს ვერავინ ვერ გაუცოცხლებს, მაგრამ მან იბრძოლა ჩვენი შვილებისთვის. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით და ვინაიდან თქვენ პირველად ხართ პირდაპირ ეთერში ობიექტივის პირდაპირ ეთერში და ობიექტივს ყავს თავისი მაყურებელი, გთხოვთ მოახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რადიომსმენელს, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორც ადვოკატმა, როგორც უფლებადამცველმა, მიხეილ კუპრაშვილის მიმართ მოთხოვნილი გაქვთ თქვენ სისხლის სამართლების დევნის დაწყება, ტალახაძის მიმართ მოთხოვნილი გაქვთ გენერალური პროკურორისაგან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება და გთხოვთ უთხრათ საზოგადოებას, რა ეტაპზეა თქვენი საჩივრების საქმე და გაქვთ თუ არა ბოლოს და ბოლოს იმედი, რომ ყველა ის დამნაშავე, ვინც ხელი აფათურა თქვენი შვილის სისხლში, მოკლა იგი, გააყალბა მტკიცებულებები, ხელი დააფარა დამნაშავეს, დაჯდებიან თუ არა ყველანი საბრალდებო სკამზე. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ტელეკომპანიას, ჟურნალისტებს, იმიტომ რომ როცა მიჭირდა, ყველგან იყვნენ თავიანთი კამერით, თავიანთი მიკროფონით. დიდი მადლობა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, რადგან მე თქვენ მაჩვენეთ სწორი გზა ბრძოლის. და თქვენ ბრძანდებით ერთგული თანამებრძოლი თავგანწირული, დიდი მადლობა ამისთვის. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა პოლიციის უფროსის სიაგო ტალახაძის და საქმის ყოფილი პროკურორის მიხეილ კუპრაშვილის საქმე, მე ეს ამ ეტაპზე ამ წუთში არ ვიცი დეტალურად, იმიტომ რომ მითხეს რომ მიმდინარეობს გამოძიება. და ველოდებით შედეგებს, თუმცა მე თვითონ არ გამომიხატავს დიდი ინტერესი ამ ნაწილში, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ წუთში უფრო მეტად ყურადღება უნდა გადამეტანა არასრულ წონებზე, რადგან მათთან დროში ვიყავით ძალიან შეზღუდული. ასე რომ მეც მიმართული ვარ მათკენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ყველა არასრულწლოვანი პასუხისგებაში იქნება მიცემული, აბსოლუტურად ყველას იქნება ეს მედიცინის მუშაკი, ძალოვანი თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე და ყველა თავისი დანაშაულის პროპორციულად აგებს პასუხს. იმიტომ რომ ჩვენ როცა წეხან ერთმანეთს შევხვდით, თქვენ თქვით ასეთი რამ, რომ ეს არის საუკუნის დანაშაული, დიახ, ვიქნები ახლა ცოტა ისეთი ამაყი და ვიტყვი, რომ ესეთი ახალგაზრდა, აი ბოდიში ჩაგეკითხები, მე ხო არ ვიცნობდი. და რომ მოვედი გიგა ავალიანის დაბადების დღეზე, მოდიოდნენ ბავშვები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ გიგასთან როგორც სტუდენტებს, რომელსაც გიგა ასწავლიდა, მოდიოდნენ და ტიროდნენ. მშობლები და მე დავინახე იმდენი ადამიანი, რომელიც განიცდიდა, გურწფელად განიცდიდა გიგა ავალიანის სიკვდილს, ვთქვი რომ ღმერთო, ეს რა ახალგაზრდა მოუკლეს საქართველოს.
დიახ, ნამდვილად ამაყი ვარ, იმით რომ მე ვარ გიგავალენის დედა. მე უფრო მეც გეტყვით, ახლა დღეს დავწერეთ ჩემს დღევანდელ პოსტში. ვიდეო კამერა მაქვს სასაფლაოზე დამონტაჟებული და გუშინ ერთმა ძალიან საყვარელმა გოგონამ თავის მეგობართან ერთად თავის დაბადების დღის სანთელი ჩააქრო ტორტზე. გსმენიათ ასეთი რამე? ყოჩა. და მე მესმის და მე ვხედავ იქ როგორ ეფერებიან ჩემს შვილს. ახლა თქვენ მოსწავლეები თქვით და ხო მართლა მშობლებთან ერთად არც კლინიკაში შეწყვეტილა მათი ნაკადი, არც სამძიმარზე შეწყვეტილა მათი ნაკადი. ერთმა მშობელმა ჯერ ერთი შვილი ჩამოიყვანა, მერე მეორე შვილი, იმიტომ რომ ბავშვები ვერ უძლებდნენ ამ დიდ დარტყმას და ცალ-ცალკე მოიყვანა. მოყვებოდნენ მშობლები და მე მინდა გითხრათ, რომ ერთხელ გიგას დაკრძალებიდან სადღაც მე-3-4 დღე იყო, ჩემმა ძმამ მითხრა, ეკუნა დაია თავი აწია ერთი წუთით, თავი ავწია და თავზე მადგა გიგას მოსწავლე ბიჭი მამასთან ერთად. მან ხო არ იცოდა ჩვენ თუ იქ ვიქნებოდით და 2 დღის წინ სურათები გადმომიგზავნა გიგასი მისმა მოსწავლემ იკალო მოურმა და მითხრა რომ გიგა იყო ჩვენი მეგობარი, რომელიც გვეხმარებოდა სწავლაში. და ამიტომ ხო მართლა საუკუნის დანაშაულია ეს. იმიტომაც ვიყავი ასეთი თამამი და ასეთი შეუპოვარი ბატონო ზაზა, რომ მე ვიცოდი რომ ჩემს შვილს ჰქონდა უხინჯო წარსული და მე არაფერი არ დამხვდებოდა წინ გიგას ცხოვრებიდან. მე ახლა უფრო მეც გეტყვით. გარკვეულ მიზეზების გამო თქვენთან ხშირად კომუნიკაციას ვეღარ ვახერხებ და ბევრი რამე სიახლე თქვენთვის არც მithქვამს, მაგრამ ჯერ მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ აი იმ გოგონას ვის გამოც გიგა არის ასეთ მდგომარეობაში, იმ გოგონას დედის დაკითხვის ოქმი არის ამაზრზენი, ის სხვაგვარ შვილს ვერც გაზრდიდა. და მე ვიტყვი რაღაცას კიდევ, მაგრამ ჯერ თავარი სათქმელი რა მინდა ვთქვა. ითხოვს რომ აი გაშიფრეთ გიგავალენის ტელეფონი. ნახოთ აბა იქნებ კიდევ არის ვინმე ძალადობის მსხვერპლი. დიახ, მე მითხრეს პროკურატურაში რომ არ გაუჭირდებათ გიგას ტელეფონიდან კოდის მოხსნა და დიახ, უნდა ნახოს ყველამ გიგა როგორი სპეტაკი პიროვნება იყო. ჩვენ როცა გითხრეს რომ ტელეფონიდან კოდი ვერ მოხსენით, რა თქმა უნდა სავარაუდო მოხსნა ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ ეს სამართლებრივი ფორმიდან გადიოდა, შევთავაზეთ პროკურატურას პლანშეტი გიგასი და რამდენიმე ვაჩვენეთ კიდეც, აი აბა ნახეთ, მაგრამ ნუ რაც საქმისთვის საჭირო არ იყო, ის არ ამოიღეს. დიახ, მე ვიცი რომ ჩემი შვილი არის უხინჯო წარსული სპეტაკი ბიჭი და ამ დროს, რატომ თქვი ახლა ეს? ამ დროს 16 წლის გოგონას, ანუ მის გამო მოხდა გიგას მკვლელობა, 16 წლის გოგონას ტელეფონი ისია გასუფთავებული, რომ რამდენჯერმე სადეს წაშლი ინფორმაციის ამოღება და ვერ ამოიღეს. ახლაც არაფერი არ დაემატა იმას ტელეფონს, რაც იყო მანამდე ამოღებული, მხოლოდ ის ამოიღეს და რატომ დაჭირდა ოჯახს 16 წლის გოგონას ტელეფონის ისე გასუფთავება, რომ აბსოლუტურად თვითონ გიგასთან მიმოწერაც რომ არ ყოფილიყო. ისიც ვერ აღადგინეს, ანუ აბსოლუტურად არაფერი არ არის აღდგენილი. ნუ რაღაცა რამდენიმე სურათის გარდა და ეს რამდენიმე სურათი უკვე მეტყველებს თქვენ ერთ ჩაგიკითხებით, პატუცემლო, თქვენ უფლება არა გაქვთ გაასაჯაროოთ არასრულწლოვნის დაკითხვის ოქმებით. თქვენ ამის უფლება გქონდეთ, სამოქალაქო საზოგადოება დაინახავდა, რომ იმ როცა მისცა პირველი ჩვენება ის საუბრობს აღმატებით ტონში გიგა ავალიანზე. პირველ ჩვენებაში სანამ გიგა ავალიანის საქმეზე მის მეგობარს ბრალს არ წაუყენებდნენ. ეხლა უნდა შეგაწყვეტინოთ ერთი წამით და მერე გააგრძელეთ თქვენი სათქმელი და დღეს მე ვკითხულობდი ამ ის დედის გამოკითხვის ოქმს და მას უწერია ასეთი რაღაც, რომ პირველად როცა დაიბარეს ეს მან სიტყვას უსმენთ, აბა თქვენ ხომ ადვოკატი ბრძანდებით და ეს მარტო ჩემი ის ხომ არ არის,
მასწავლებელისგან დაჭერილი სიტყვა. ასეთი პასუხი გასცა ადვოკატთან ერთად აქვს ჩვენება მიცემული მშობელს. უწერია იმ გასცა შესაბამისი პასუხი. როცა კითხეს გიგაზე, ანუ შესაბამისი იქ რა იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ, აღმატებული შეფასება გიგა ავალიანის. ესე იყო. და საზოგადოება მინდა იცოდეს, ქალბატონიკა თქვენ გამოგრჩათ ეს ამბავი, რომ ის ადამიანები, ვინც ისთან ერთად იმყოფებოდნენ და გიგა ავალიანი მათ ასწავლიდა, ყველა ადამიანი დაიკითხა და ყველა ადამიანმა თქვა, რომ ეს იყო უაღრესად წესიერი, კეთილშობილი, კულტურული ახალგაზრდა და მსგავსი ადამიანი, რომ მათ ცხოვრებაში იშვიათად უნახავთ. ბატონო ზაზა, თქვენ იცით, რომ ჩემ Facebook გვერდი დაარეპორტეს. და სერიოზული თავდასხმა იყო ამ გვერდზე, ამ ის ოჯახის მხრიდან და დღეს აღმოვაჩინე, უბრალოდ გადავხედე მეთქი რომელი პოსტები წაიშალა. და სწორედ ეგ პოსტია წაშლილი, სადაც იმ ის ჯგუფელები საუბრობენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხომ ფილმი გადაიღო, მე იმ ფილმიდან ამოგვიჭრეს გარკვეული ნაწილი და მოგვაწოდეს. და დადეთ როგორც მტკიცებულებაო გვითხრეს და სწორედ ეგ არის გამქრალი, მე ხვალ დილით იმას აუცილებლად დავდებ ისევ ჩემს Facebook გვერდზე. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე ქალბატონო ეკა თქვენ ამდენ იბრძოლეთ და რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. აი თქვენ ძირითადი მოთხოვნები რა არის ახლა გამოძიებასთან მიმართებაში? პირველ რიგში არა მარტო საქმის გამოძიება ბატონო ზაზა, არამედ მე ვფიქრობ ბრძოლა მაშინ იქნება დამთავრებული, როცა ყველა დამნაშავე საკადრისად ანუ ყველა დამნაშავეს შესაბამისი განაჩენი გამოეცხადება. პროკურატურა მარტო აქ კი არ უნდა იბრძოლოს, საქმეც უნდა დაიცვას შემდეგ სასამართლო პროცესზე, თუმცა არ ვიქნები უმადური და ნამდვილად ვხედავ ახლა მათგან თანაბრძოლას. და ამ წუთში გიგას საქმეში ბრალდებული ვინც არის, მე ვგულისხმობ მხოლოდ აი ამ დანაშაულის დაგეგმვაში ვინც მონაწილეობდა, ეს არის ის არასრულწლოვანი და კიდევ ერთი მოსწავლე გმ, რომელიც არის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის ბატონი მერაბ მალანიას შვილი. ესეც იყო გიგას მოსწავლე. და ესეც არის მონაწილე გიგას მკვლელობის დაგეგმვაში. სხვა ბევრი შესაძლოა კიდევ აიყვანონ იმის გამო, რომ ბევრმა იცოდა გიგას მკვლელობა ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ კი მზადდებოდა, შეხლა არ წერია საქმის, მაგრამ ჩვენებებში არ წერია და დარჩენი ახლა ვნახოთ ველოდებით, ძალიან ბევრი მობილური ტელეფონი იყო ამოღებული, ვნახოთ რა ინფორმაციები აღდგა, იმიტომ რომ ამ ბავშვებს გააწყრიალებული აქვს ტელეფონები. ChatGPT-ს ეკითხებიან, როგორ უნდა წავშალოთო აი ეს დჩ ერთ-ერთი, რომლის დედაც პროკურატურის წინ მაღალ ხმაზე გაჰყვიროდა, რომ მისი შვილი თითქოს და უდანაშაულო იყო. ChatGPT-ს ეკითხება, როგორ უნდა გავასუფთავო ისე, რომ ვერ ასოდეს, ვერავინ ვეღარ გაიგოს რა მქონდა შიგნით. და ამ ხალხსაც იცით არის ბატონო ზაზა. ჯერათ, რატომღაც რომ თუ კი ჩვენებას მისცემენ ცრუს, თუ კი ტელეფონიდან გააქრობენ ინფორმაციას, ესე იგი დამნაშავეები არ არიან და ესე იგი დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. არ იყო მანამდე ტელეფონები, არც ესე პირდაპირ არავინ გარბოდა პოლიციაში ჩვენ ეს დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ საქმეები ჯერ კიდევ ძველ დროს იხსნებოდა საკმაოდ წარმატებულად და რატო გონიათ, რომ ახლა ვერ გაიხსნება. უფრო მეც გეტყვით ბატონო ზაზა, ის ჩხუბის კადრები რომ გავრცელდა, მშობლებმა უკაცრავად გამოთქვისთვის და ლამის ტანსაცმელი შემოიხიეს ტელეეკრანებთან, რომ არ არის აქ ჩვენი შვილებიო და როგორ წამებენო ამ ჩვენს პატარა კიკინებიან ბავშვებს ცილსო და ჩატარებული იყო ექსპერტიზები. ეხლა რომ გაიგოს საზოგადოებამ, კარგად ვიტყვი, რომ აი ხმის ამოსაცნობი და ვიზუალის ამოსაცნობი ექსპერტიზები ჩატარებული იყო, ექსპერტიზის დასკვნები მათ ჰქონდათ. და ექსპერტიზის პასუხებში იყო ზუსტად ის, რომ მათი შვილები იქ ფიგურირებდნენ. და თავი გაიგიჟეს, რომ ჩვენი შვილები იქ არ არის და ეს არის ეკა კუპადაძის შეკვეთა. დიახ, მე შევუკვეთე ჩემს სახელმწიფოს სამართალი. შევუკვეთე ამ სახელმწიფოს სამართალი, იმიტომ რომ მართლა ეს პეტაკიშვილი ვიღაცას მოესწურვილა, ჩაუსაფრდა და მომიკლა და შეიძლება აბა ასე? დღეს ჩემი შვილი მოკლეს, ხვალ
იქნებ მე სხვისი იყოს. ვერავის ვერ დაიცავს, ვერც პროკურორს, ვერც პოლიციას, ვერც მოსამართლეს, მისი მანტია, ვერც ჯარისკაცს, მისი ფორმა, ვერც ექიმს, მისი თეთრი ხალათი. ყველა მე ეს არაერთხელ მithქვამს, ვერც ერთი თანამდებობის პირს ვერ დაიცავს. მისი თანამდებობისთვის ჩასმული პიჯაკი მისი შვილის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, იმიტომ რომ გამრავლებული არიან, თუნდაც მარტო ეს დანაშაულებრივი ჯგუფები, უხვად არიან ესენი. რას ვკითხულობ საქმის მასალებში? აი სასოწარკვეთილი ვკითხულობ ამ ჩვენებებს. თუნდაც გოგონები, ვინც იმ ძალადობას უყურებდა, ან ვისაც მსხვერპლი გამოჰყავდა გარეთ, როგორ თამამად, როგორ უშიშრად, ახლა მოდი ასე ვთქვათ, მოდი დადებითად შევუფასოთ, თანამშრომლობენ პროკურატურასთან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. შევუფასოთ ასე. მაგრამ მანამდე რომ არ ეყვილა გიგას და მისა ეკას გიგავალენის დედას და მანამდე რომ არ თუნდაც შეშინებოდათ, აი მანამდე ისინიც ხომ თანამონაწილეები იყვნენ. მე ვამბობ ხმამაღლა ისე ვიმეორებ კიდევ მრავალჯერ ნათქვამს, რომ ყველა ვინც იცოდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ, აი როგორც თქვენ ბრძანეთ წეღან, იმ ნაცემი ხალხის ოჯახის წევრებიც არიან გიგა ავალიანის იღიბი მკვლელები. ვინმეს რომ ხმა მოეღო, აუცილებლად გადარჩებოდა გიგა ავალიანი და უფრო მეცაც გეტყვით, იმ სკვერში, სადაც იქ ჩხუბი მოხდა დიღომში, აი შუა დღისით, მზისით იმდენი ადამიანია იქ და სკვერის მახლობლად, არ ვიცი ზუსტად რამდენი მეტრში, მაგრამ არის პოლიციის განყოფილება. ვერ დავიჯერებ, რომ პოლიციამდე იმ ჩხუბის ხამბავი არ მივიდა. ეს ერთი, მაგრამ მოდი ასეც ვთქვათ, ვიყოთ ლოიალურები. მე ძალიან ბევრ რამეში მივყვები ბატონო ზაზამა, თქვენ ეს იცით, მაგრამ ყველგან იკეთებიან ლოგიკურად. მოდი ვთქვათ ისიც, რომ დაუშვათ პოლიცია ყველგან არ არის და შენ როცა აგერ უყურებ ამ ყველაფერს, შენის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს და ეს უნდა თქვა, ხომ? და მე მაინც ხომ გაიგო პოლიციამ ვერ დავიჯერებ დიღომი ისეთი უბანია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, თორემ მე დამიდასტურდა ხლა ეს ამბავი აგერ გიგათი, რომ დიღომში ყველა ერთმანეთს იცნობს. და როცა მივიდა პოლიციამდე ეს საქმე, მე მაინც უნდა დაეწყოთ გამოძიება. და მე მაინც ერთხელ რომ ვინმეს დაებარებინა ეს არასრულწლოვნები პოლიციაში, აუცილებლად შეშინდებოდნენ და ამას ვეღარ გაბედავდნენ და დღეს გიგავალიანი ცოცხალი იქნება. ისევე როგორც მოდი ვიქნები თამამი და ვიტყვი, ისევე როგორც მე ჩემი ხმამაღალი ტონით და ჩემი მაღალი ხმით მე დავიცავი მართლა შესაძლოა სხვის სიცოცხლე, ასე შეეძლო სხვასაც ხმარვა მოეღო ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამ ვანდალურ მკვლელობას ვაფასებთ როგორც საუკუნის დანაშაულს, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ცოტა ესეთი ახალგაზრდა როგორც იყო გიგა ავალიანი, განათლებული, კულტურული, ზნეობრივი ადამიანი, რომელიც თითქმის 24 საათი მუშაობდა და აგროვებდა ფულს, რომ სწავლა გაეგრძელებინა. როგორც ჩემთვის ცნობილია ქალბატონო ეკა, იყო ექიმი, ნოვატორი, რომელიც სამედიცინო წიგნებს წერდა. დიახ, სამედიცინო წიგნებს წერდა გიგა რამდენიმე ტომია, რა თქმა უნდა ზოგიერთი დაუმთავრებელია, არა მარტო ერთი მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა მე რომ რაიმე ისეთ შეცდომა არ დაუშვა მე მედიცინისგან ძალიან შორს ვარ, მოდი შინაარსობრივად ღრმად არ ჩავალ, თუმცა თავისი ჩანახაზებით, აი მაგალითად ტვინის ეს რაღაც შრეები და ხაზული აქვს, რომელი რაზე პასუხისმგებელია ეს ყველაფერი, სხვადასხვა მიმართულებით წერდა ამ წიგნებს და 1-2 კვირის წინ მისი მეგობრები იყვნენ ჩემთან და მათაც თქვეს, რომ გიგა იყო ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი. ეს არის ძალიან ძიმე შემთხვევა და უბრალოდ ძალიან ცუდია ასევე მე მინდა სახელმწიფოს გასაგონდა ვთქვა, რომ კონვენციის მეორე მუხლი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სახელმწიფოს ავალდებულებს ეფექტური გამოძიების ჩატარებას. ყველა ის საქმე, რომელიც განიხილა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და საქართველოს დაადანაშაულა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაში, ელემენტარულად სახელმწიფოს რო ესწავლა ამ ფაქტების ეფექტური გამოძიება და ყველა ის სავარაუდო დამნაშავე დაესვა საბრალდებო სკამზე, დღეს გიგა ავალიანი და ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნებოდა ცოცხალი, იმიტომ რომ სახელმწიფო იზრუნებდა იმაზე, რომ როდესაც სავარაუდო დანაშაული ხდება, ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება და ყველა ის სავარაუდო დამნაშავე, ის ჯგუფი, რომელიც ძალადობს სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აწამებს ამა თუ იმ ადამიანს, თუ
თუ ეს ერთხელ შერჩა და მეორემ დაინახა რომ ასე შერჩა გამოჩნდება მესამე მეოთხე მეხუთე და აი მივიღეთ ერთ-ერთ ყველაზე წესიერი ახალგაზრდის კვლევა. დიახ ბატონო ზაზა. იცით მაპატიეთ მე თქვენ ახლა არ გამასწორებინეთ ძალიან არასრულწლოვნებში აი მათი გამოკითხვის ოქმებიდან ჩანს რომ უკვე დაუსჯელობის სინდრომი არის ისე ღრმად ფესვებ გადგმული რომ არ ამგონია ეს ჩვენ იოლად აღმოვხვრათ. მე არ მაქვს 1 და 2 არასრულწლოვანზე საუბარი, სადღაც 18-20 არასრულწლოვანის გამოკითხვის ოქმი ალბათ საკითხული მაქვს უკვე. ისიც იციან რამდენ წელს მიუშიან და რატომ ვერ მიუშიან იმაზე მეტს. და არ შეიძლება დაუსჯელობის სინდრომის გამეფება. მაშინვე აი ამბობენ რომ მე ერთ-ერთი ფრაზა აქციაზე მაშინ გავაჟღერე და ეხლა ვერ ვიქნები ისეთ ბილდსიტყვიანი არ გავიმეორებ ისინი ბილდსიტყვაობით საუბრობენ მხოლოდ შინაარს ვიტყვი რომ ის მთავარი მკვლელი ვინც არის ვინც თხოვა თავის თანა ზრახველებს რომ გიგავალიანი მოეკლათ ის პირდაპირ ამბობს რომ სახელმწიფოში აი ესეთი პიროვნება რომ ყავდეს მაშინ საერთოდ მოვკლავდი და ეხლა ერთი რამ მინდა ვთქვა მაშინვე დაიწყო ოჯახმა საქმის ჩაფარცხვა, როგორც კი ამის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მაშინვე იმ გაბაშვილების ოჯახის ჩატი ამაზრზენი წესაკითხია ბატონო ზაზა, ამაზრზენი. მკვლელი აგუს მამა ალექსანდრე გაბაშვილის და მერიკო გაბაშვილი ჩატში წერს რომ მოიძებს და ითხოვს ზუსტად განყოფილებას, რომელი განყოფილებაა, ყველა რო არ შევაწუხო და პირდაპირ იმას რომ მივადგო. ამბობს რომ იმ განყოფილებაში მოიძებს ვიღაც ნაცნობს, ექიმებში მოიძებს ვიღაც ლევ ექიმს და ასე შემდეგ. ანუ მათ ისინი დაიქსაქსნენ და ყველგან ახერხებდნენ აი ამ საქმე ფაქტის ახეზე იყო მერე რომ არა მართლა ჩვენი ესეთი შეუპოვრობა, ახლა ყველა სხვა დანარჩენი იმ აგუს გარეთ უკვე გარეთ იქნება თავისუფალი და იმ აგუს ალბათ საბოლოოდ დარჩებოდა წელიწადი და 6 თვე. ეს მათივე გაანგარიშებით ჩვენ რო თავი დავანებოთ. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ასე იქნებოდა. და ღრმად არის უკვე ამ არასრულწლოვნებში ეს დაუსჯელობის სინდრომი. და თუ კი მართლა ყველამ ერთად ხმა არ ამოვიღეთ და თუ კი მართლა ერთ მხარეს არ დავდექით, როგორც ახლა მე ვგრძნობ, მართლა ვგრძნობ აი ამ საზოგადოების, პროკურატურის და ყველას თანადგომას და თუ კი მართლა ყველა ასე ერთ მუშტად არ შევიკარით, წაგულეკავენ ეს დამნაშავეები და კრიმინალი მერე ასეულოდ აღარ ჩაცხრება. სწორედ დაუსჯელობის სინდრომმა მიიყვანა დღევანდელ დღემდე თუნდაც ჩემი მდგომარეობა. თუნდაც ჩემი მდგომარეობა, ჩემი სპეტაკი, ჩემი ღირსეული, ჩემი მართალი, ჩემი უხინჯო, ჩემი უდანაშაულო შვილი, ჩემი ტვინით გამოტენილი შვილი, თავის ქალის გარეშე მიწევს მიწაში და იცით, გიგას ექსპერტიზის დასკვნა ძალიან ძნელი წესაკითხია. როგორი მძიმე წიგნი არ წამიკითხავს, როგორ მე უცებ ამოცანას ბევრჯერ წამიკითხავს ისე რომ გადარბენით რაღაც სიტყვებს რო ვტოვებ, მაგრამ აი ეს ვერ ვკითხულობ, რამდენჯერ მე დაუჯექი და ვერ ვკითხულობ, მაგრამ ყოველთვის თვალი მაინც გარბის იცით საით ესეთი რამ წერია რომ ტვინი იზილება თითებს შორის და წარმოდგენილია ფაფის მაგვარი კონსტიტენციით და შრებს შორის კავშირი არ განირჩევა. ისა შრები ერთმანეთისგან არ განირჩევა. უფრო მეტიც გიგამ საოპერაციო მაგიდაზე დაამთხია ტვინი მეორე ოპერაციის დროს. ჩემმა ტვინის გამოტელმა შვილმა. ეხლა იცით ხალხი რომ მეუბნება რომ თქვენ ჩვენი შვილები იხსენით და სიმამაცისთვის მადლობა ჩემ გიგას სხვაგვარადად შეეძლო ხალხის ხსნა. ჩემი გიგა იქნებოდა ისეთი ექიმი რომელიც მართლა პატარა ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ ნიჭიერი ერი ვართ და ბევრი ჭკვიანი და ღირსეული ექიმი გვყავს, მაინც გიგა თავის სათქმელს იტყოდა. და არა მარტო გიგა, ნიკა გერმანიაში იყო სწავლისთვის წასული, ნიკას ჩამოვიდა, ნიკამაც თავი დაანება ყველაფერს, მე და ნიკა სახლში ვზივართ. მეც აი ახლა მომდის მეილზე ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის
მენტორი ვიყავი, მეც ვასწავლებდი პროექტებს ჩემს სკოლას. ეხლა ორი პროექტი უნდა გაეტანა. არის ასეთი პროექტი ბრილიანტის გამოწვევა და ორი პროექტი გქონდა დამუშავებული სკოლაში და ბევრი ვინმე დარჩა ჩვენი მაპატიეთ მსმენელო, მაგრამ ჩვენი ჭკვიანი და ერთგული თანადგომის გარეშე. და განა მე მისიცით რას ვამბობ ახლა, იმედი მაქვს მსმენელი მიმიხვდა რასაც ვამბობ, განა მარტო იმით რომ ჩვენ ახლა ვიღაცის სიცოცხლე ძალადობით გადავარჩინეთ, პირიქით ჩვენ სხვა სარგებელი შეგვეძლო მიგვეცა ხალხისთვის და მართლა ასე მეგონა რომ თუ კი გაზრდიდი კარგად შვილს, თუ კი გაზრდიდი სწორ ადამიანს არ ვიცი სად შევცდი ბატონო ზაზა, მე უკვე ხშირად ვხვდი გიგას ბოდიშ რომ ძალიან მიჭი საუბარი, ხშირად ვხვდი გიგას ბოდიშ რომ ის რადგან იყო წესიერი, მას არ ელოდა საფრთხე, მან ეს ასე იცოდა. აბა ეხლა მოვიდნენ და მე და ნიკა მოჰკლან. აბა ეხლა გაბედონ და ჩვენ მოჰკლან. აბა თუ შეძლებენ. ხო, ბევრი სამიზნევართ შესაძლოა, მაგრამ აბა ეხლა მოდი ჩვენ მოჰკლან, იმიტომ ჩვენ უკვე ველოდებით მკვლელს. გიგამ მკვლელს არ ელოდებოდა, იმიტომ რომ მან პატიოსნად იცხოვრა. მართალია მიპარვით და არტყეს და ესე ჩუმად, მაგრამ როცა გზაში 826 მეტრზე უკან მისდევდნენ მკვლელები, ერთხელ მაინც გიგას რომ სცოდნოდა რომ მართალი ადამიანი შეიძლება მოკლან, გიგას რომ სცოდნოდა შესაძლოა მაშინ უფრო ფრთხილი ყოფილიყო. მით უმეტეს რომ ვიცით რომ გიგას რამდენჯერმე ეს კამერებში ჩანს, რამდენჯერმე წინ დაუდგა ერთ-ერთი მკვლელი და ანიშნებდა მეორე მკვლელს რომ ვიდეო გადაიღო და ერთხელ მაინც იეჭვებდა და არ ჩათვლიდა ახალგაზრდების რაღაცა უბრალო მორიგ გართობად ამ ყველაფერს. ხო, მე ვახსენე გადაცემის დასაწყისში ეფექტური გამოძიება და კარგი იქნება თქვენ თუ ჩვენ ერთგულ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს შევახსენებთ რომ ფაქტობრივად რამოდენიმე კვირის შემდეგ თქვენმა ძმებმა იპოვეს ის ქვა სავარაუდო რომლითაც გიგა ავალიანი მოკლეს და რომელიც შემთხვევის ადგილის დროს იმ დღით არ იყო ამოღებული და რა თქმა უნდა უკვე მტკიცებულებად ვეღარ გამოდგებოდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად იცით ვაქვის ამბავი. თქვენ კი იცით ის, მაგრამ ეხლა რაღაც მინდოდა მე თქვა. იცით რა ბატონო ზაზა, თქვენ ხომ იცით რომ მაშინ იაგო ტალახაძემ ხელი მოაკიდებინა ჩემს მიშვილს. ძალით რომ მოაკიდებინა ბავშვს. ანუ აუხსნათ იაგო ტალახაძე არის გდანი ნაძალადევის პოლიციის უფროსი, რომელმაც სავარაუდო მტკიცებულებაზე ხელი მოაკიდინა ქალბატონეკას ჩემს მიშვილს დიახ, ბავშვმა იპოვა ეს ქვა, ძალიან ჭკვიანი გოგოა და ხელს არ კიდევდა, მაგრამ მაგაზე მაინც აღარაფერი აღარ იქნება, ზომების მიხედვით ავადგინე, ბავშვმა ხელი მოკიდა და ახლა იცით ქვა რატომ არის გამოუსადეგარი, 2-ზე მეტი დნმ აღმოჩნდა Z. აი იმ ბავშვომ ხელი არ მოეკიდებინა, მაშინ იქნებოდა 2 დნმ და ქვა იქნებოდა მეტყველი. რა თქმა უნდა. და იმის გამო რომ მისი დანაშაული იყო რომ მე ერთი თვის შემდეგ ვიპოვე ის ქვა, მისი დანაშაული რომ იყო, აი ეს დანაშაული გადაფარა მან და გააუნებელყო ადგილზე ქვა. ასევე როგორც რამდენი რამხელა რა ბოროტი უნდა იყო ადამიანი რომ ეს გააკეთო. რა ფულმა უნდა მოკრთამოს, იცით, შესაძლოა რაღაცაზე მართლა წაგზრეს, სული ვერ ვამართლებ ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ყველაფერში გავყვეთ კიდევ შესაძლოა, არ ვიცი ვის ამდენი შესთავაზეს გაბაშვილებმა, მაგრამ შესაძლოა რაღაცაზე მართლა გულმა იგი რაღაცა გიმტყუნოს ადამიანობამ და ფული აიღო, მაგრამ ბოლომდე ესეთი ბოროტი როგორ უნდა იყო ეს მოიფიქრო. ახალგაზრდა ბიჭი, მაშინ უკვე მან იცოდა ეს ამბავი, რომ როგორი ბიჭი იყო გიგავალიანი, უკვე ეს იცოდა და როგორ ნუ ახლა არ ცხენია საკუთარი თავის. და მე სასამართლო პროცესებზე ახლა არ დავდივარ, აუცილებლად ვივლი იმ ნუის სასამართლო პროცესებზე, იმიტომ რომ უნდა ვუსმინო დედა და მამა როგორ გაამართლებს იმ ქაოსურ ჩვენებებს, რაც მიცემული აქვს. ამათ ჩვენებებზე ვისაუბრებ ამ წუთში და უნდა ვიარო აუცილებლად ამ იაგო ტალახაძის სასამართლო პროცესზე.
აუცილებლად უნდა ვიარო, რა თქმა უნდა, ახლა მე იოგო ტალახაძისთვის მე ვფიქრობ, კითხოს რა მინდა მასმევინებს, ხო? მაგრამ უნდა ვისმინო, როგორ აი პროკურორს უნდა ვთხოვ, დაუსვას ეს კითხვა, თუმცა მე მგონი არაფერი არ გამოიპარებათ, მაგრამ აი მკითხებზე როგორ გასცემს იოგო ტალახაძე პასუხს უნდა ვუსმინო. უნდა ვუსმინო იმ ნიკა ზირაქაშვილს, ექიმს, რომელმაც არ აღწერა გიგას დაზიანებები და ახლა გიგას ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ახლა რაც გუშინ წავიკითხე ხომ გეუბნებით, ყოველ დღე ვკითხულობ გიგას ექსპერტიზის დასკვნას და ვერ ვკითხულობ და ვერ ვკითხულობ. და წერია, რომ მარჯვენა ხელზე, აი მე რომ ამბობდი, დაზიანებები ქონდა. მარჯვენა ხელის იდაყვის არეში მიღებული დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი და დაზიანებულია მკვრივი ბლაგვის საგნის დარტყმით. წერია ექსპერტიზის დასკვნაში. და კიდევ ვერ შევძელი გაანალიზება, კიდევ ვიცით რა წერია? საფეთქლების არეშიც. ანუ მე ეს აუცილებლად უნდა ვნახო, ვერ შევძელი, ვეღარ შევძელი, სრული ისტერიკა მაქვს ხოლმე ამის კითხვის დროს და ვერ შევძელი გაანალიზება. აი მე ვიცი რომ ეს ძალოვნები, ეს მოძალადე ახალგაზრდები სპეციალური დარტყმის ტექნიკით ურტყავენ. იმიტომ გათიშეს გიგა, თორე გიგა იყო ფიზიკურად უძლიერესი. კიდევ ერთხელ მეორე დალეწავდა ძვლებში იმათ გიგა. 5-6 მოერეოდა გიგა, უძლიერესი ბიჭი იყო. ხო, იმიტომ რომ მიეპარნენ. მიეპარნენ. და სწორედ ეს მიპარვის და დარტყმის ტექნიკა იციან ვიცი, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მორიგ ფილმს იღებს მათთან მიმართებაში ახლა, სადაც რა თქმა უნდა გიგავალენის საქმეც იქნება და რამდენიმე დღეში ალბათ დადებენ და ვიცი მათგან რომ არსებობს ეგრეთ წოდებული კაკლის ეფექტი, ახლა არ მინდა რამე შეცდომა ვთქვა, მაგრამ ვიცი ეს კარგად არ მომისმენია მათგან, მაგრამ აი მე ვნახე გიგას ექსპერტიზის დასკვნა, თორემ უფრო კარგად მოვისმენდი. ასე ურტყავენ თურმე ერთ ბავშვად თავში და ამით თიშავენ. არ ვიცი მე გიგას როგორი დარტყმით მიაყენეს ისა რომ ასე გათიშეს მაშინე, მაგრამ გიგას საფეთქლების მიდამოშიც ექსპერტიზის დასკვნაში წერია რომ აქვს დაზიანებები. მექანიკური დაზიანებები და არა სისხლჩაქცევით დაზიანება. ეხლა არ მინდა რაიმე გზუსტობა გამეპაროს, ამას კიდევ ერთხელ თავს ხელში ავიყვან, ვნახავ და მე ამას აუცილებლად მერე გავასაჯაროებ. ეხლა რაც შეეხება მშობლების სასამართლო პროცესებზე უნდა ვიარო თქო, იმას ვამბობდი წეხან, აუცილებლად უნდა ვუსმინო მშობლებს, იმიტომ რომ კითხვას რომ უბრუნებს გამომძიებელი, იგივე კითხვას სხვაგვარად რო ვუსვავს, იკარგებიან, აცდენილი პასუხები აქვს მშობლებს. იმიტომ რომ ბევრჯერ გავიმეორე ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში. მაგრამ ეს არის ის წინადადება, რომლის გამეორებაც ალბათ კიდევ დამჭირდება. ვერ გაიგო ამ კვლელებმა, რომ სიმართლე არის ერთადერთი. სიმართლე არის სწორხაზოვანი. ვინც როგორ არ უნდა შემოგიბრუნოს კითხვა, იქ არ დაიკარგები. და აცდენილი ერთმანეთსგან აცდენილი პასუხები აქვს. თითქოს უნდათ მიამსგავსონ, მაგრამ ტყუილში იხლართებიან, სიმართლე ქაჩავს აქეთ და იხლართებიან და ისეთი აცდენილი პასუხები აქვს და კიდევ ვიცით რა მინდა ვთქვა? ადვოკატის ხელსაწერზე ვესწრებოდიო და იმ ადვოკატის გამართლებას მაინტერესებს მე იქ როგორ გაამართლებს ამათ ცრუ ჩვენებებს. ეს არის ცრუ ჩვენებები. და ერთმანეთსგან აცდენილი ჩვენებები. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ ის მამა ამბობს რომ მას შემდეგ გაიგო ამ ყველაფრის შესახებ, ეხლა ღრმა დეტალებს არ ჩავყვები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და დავუტოვებ პროკურატურას შეკითხვებს ღიად სასამართლო პროცესისთვის და არ ვაჩვენებ არ ვაჩვენებ მკვლელების მხარეს, აი იმ ნუის მშობლებს, რა სერიოზული სისულელე უწერიათ იქ. მაგრამ ამას კი ვიტყვი რომ ეს ახლა ფაქტია, ფაქტს ვეღარ შეცვლიან. და იქ უწერია რომ გაიგო მას შემდეგ აი ამ მკვლელობის შესახებ, რაც დაიჭირეს ΑΓ. არადა მანამდე ვიდრე ΑΓ-ს დაიჭერდნენ, სწორედ ეს ΑΓ მამამის ალექსანდრე გაბაშვილს უგზავნის მესიჯს და ისა უგზავნის ტელეფონის ნომერს. აი ეს არის მისი ნომერი და დავურეკე. მე
მე ზეპირად ვიცოდი, ახალ ვიტყვი ზეპირად იმ კაცის ტელეფონის ნომერს, ეს იყო იმ ნის მამის ვალერიან იმნაძის ტელეფონი. გადავამოწმე მონაცემთა ბაზაში მე ნომრის ამომცემს ჩემ ტელეფონში და ეს იყო მართლაც მამამისის ტელეფონის ნომერი. ან მამები დაკავებამდე შეხვდნენ ერთმანეთს. და იქ ამბობს, რომ მე გავიგე აყვანი შემდეგ საერთოდ ამ კლუბის შესახებო. უფრო მეცაც გეტყვით, 13 ნოემბერს მივიდა სკოლაში, სკოლა ინტელექტში მივიდა იურისტებიო, რომელი იურისტები მივიდა და ახლა იქ სკოლაში მე არ ვიცი ვინ მივიდა, ეს არ წერია, მაგრამ მოსწავლეების ჩატში წერია, რომ მივიდა იურისტები. მივიდა ალბათ აი ამ კვლელების მხარე. ხომ და ვინ მხარე ყავდათ? მათ ყავდათ ადვოკატები და მივიდნენ და დაარიგეს ვის რა უნდა ეთქვა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებს, სიმართლე არის სწორხაზოვანი, იქ არ იკარგები. დაიკარგა დამრიგებელიც. დამრიგებლის ჩვენება, იმ ნის დამრიგებლის ჩვენება შეიცავს დანაშაულს. მე შევაბერდის სკოლას 30 წელი ვიმუშავე სკოლაში, ვინც მიცნობს, ყველა მიცის, როგორი მაღალი ქულებით ჩავაბარე დირექტორების გამოცდა ორჯერ. უმაღლესი ქულებით ჩავაბარე და ახლა ეკაკუბატაძის საქებრად არ ვზივარ და სულ ზეპირად წერტილ მძიმით ვიცი ყველაფერი ზოგადი განათლების კანონში და სხვა დანარჩენშიც, რაც მოეთხოვება მასწავლებელსაც და დირექტორსაც. და იქ იკვეთება სერიოზული დანაშაული დამრიგებლის. ნახოთ დამრიგებელი თუ არის მზად იმისთვის, რომ დამნაშავესთვის რო ხელი დაეფარებინა, ამისთვის სწავლა ციხეში. არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ. იცით რას არ ვაპატიებ? მოდი მარტო ამ ერთ ნაწილს ვიტყვი. როცა 16 წლის გოგონა გთხოვს, როგორც მას უწერია, გთხოვს აცრემლებული. იქ ერთგან უწერია, რომ ბავშვი კანკალებდა. და მოდი ასე ვიტყვი, არ შევალ ღრმად, იმიტომ რომ სასამართლო უნდა გაიაროს ამ ყველაფერმა. და აცრემლებული გთხოვს ბავშვი და აკანკარებული, როგორც თვითონ წერს, რომ მე მასწავლებელი მავიწროვებს და ამ დროს დამრიგებელს არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაკითხავს. ეს დანაშაულია. ეს დანაშაულია. მამას უწერია ასეთი რამ, რომ მე ჩემმა შვილმა მითხრაო, რომ მას დედასაც უწერია, რომ შვილს ავიწროვებდა მასწავლებელი სექსუალურად. თქვენ გჯერათ, რომ აი თქვენ ხომ ბრძანდებით ქალიშვილის მამა. თქვენ გჯერათ, რომ მამა შვილს ეტყვის 16 წლის უმწეო შვილს ეტყვის, რომ მოიცა შვილო ვაცადოთ, აბა დავაკვირდეთ. ასე წერია ჩვენებაში. დავაკვირდეთ, ვნახოთ, თუ კიდევ გამეორდა, მე გამოგიყვან. ქალბატონო ეკა, ეს ჩვენებები მოხდა მას შემდეგ, მე მინდა ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს ვუთხრა, მას შემდეგ რაც ის მეგობარი ბიჭი, რომელიც მას უყვარდა, დააკავეს. იქამდე ესეთი ჩვენებები არ იყო და პირიქით საუბრობდნენ, რომ გიგა ავალიანის მიმართ აღმატებით ტონში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში უნდათ, რომ ამ უწესიერესი, კეთილშობილი ადამიანის სახელი როგორმე შებრალათ, მაგრამ რო დაინახეს, რომ ფეხზე დადგნენ გიგა ავალიანის სტუდენტები, მათი მშობლები, თვითონ ის ადამიანები, ისთან ერთად 4 ბავშვი, ხო, ესწრებოდა და გიგა ავალიანი მათ ასწავლიდა და სამი ადამიანი რო წერს, რომ ასეთი წესიერი ადამიანი არ არსებობდა, მხოლოდ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მოეცა. აქედან გამომდინარე, ხლა მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება დარწმუნებულია უკვე, იქ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა აქციებზე, რომ საქართველოს მოუკლეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული შვილი ნიკა ავალიანის სახით. ამიტომ ეხლა როდესაც უკვე პროკურატურამ შეასრულა მინიმალური ეფექტური გამოძიების მოთხოვნები და სავარაუდო დამნაშავები და მათთან დაკავშირები პირები, სახლები გაჩხრიკა და მოიღო მტკიცებულებები, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ, როდესაც გიგა ავალიანი რამდენ რამის ამოღება შეიძლებოდა. იმიტომ ვამბობ, რომ პროკურატურა საქმეს რო აფუჭებს და პოლიცია ქალბატონო ეკა, ჩვენ ახლა ადვოკატებმა ვიცით რა უნდა გააკეთონ. ანუ რა დაამთვალიერონ შემთხვევის ადგილი, უნდა შემთხვევის ადგილიდან არაფერი არ უნდა მოიღონ, სავარაუდოდ ჩხრეკვა უნდა ჩაატარონ საპროცესო ნორმებით დარღვევით, მაგრამ ჩხრეკვის არ ჩატარება არ გამიგია საერთოდ. პირველად გავიგე,
რომ მოკლული ახალგაზრდის სავარაუდო ბრალდებული სახში არ ჩატარდა ჩხრეკვა, არა ამოიღეს ტანსაცმელი, არ მოიღეს ფეხსაცმელი. ესეთ რამ არ გამიგია და ამიტომ თქვენ რომ არა, ქალბატონო ეკა, ძალიან ბევრი დანაშაული არ გაიხსნებოდა და ელემენტარულად 10-ჯერ მეტი მტკიცებულება ჩემი აზრით იქნებოდა ამოღებული ცხელკვალზე რომ მომხდარიყო ამ სავარაუდო დამნაშავების ამას რძენია ბატონო ზაზა, რასაც იქ ვკითხულობ, იცით? ტანსაცმელი მერეთაც რომ არ არის ამოღებული, თქვენ იცით, ახლა არ ვიცი მსმენელმა იცის თუ არა. ამოღებული არის შიგნით რაც ეცვა მაიკა. ცელოფანით მიუტანეს, მხოლოდ ზუსტად ასე წერია, რომ ფეხსაცმელი არ არის ამოღებული. ფეხსაცმელი არ არის, შარვალ და შიდა მაიკა. შიგნით რაც ეცვა ის მაიკა. რაზედაც გამორიცხულია, რომ კვალი იყო. გამორიცხულია ყველანაირი კვალი, ყველანაირი შეკრული ქონდა ის ჟაკეტი და შიგნით რა ეცვა არც ჩანდა, გამორიცხული იყო იქ რამე კვალი. ხო დიახ, იცით ეს როცა ვიდრე დააკავებდნენ აგს, მანამდე როცა დაკითხეს ის პატივცემული ნი გოგონა, რომლის დაკვეთითაც გიგავალიანი მოკლეს, მანამდე აქებს და ამბობს ზუსტად იმას, რაც სინამდვილეში იყო. მე როცა უკვე თვითონ საფრთხე იგრძნეს, როცა უკვე თვითონ ციხისუნი ღრმად შეიყნოსეს, ახლა უნდათ რომ რაღაცა ამბავი გამოიგონონ, მაგრამ არ გამოვაკეთეთ ეს ამბის გამოგონება, იმიტომ რომ გიგავალიანს 28 წლიანი წარსული აქვს. თუნდაც ის რაც თქვენ თქვით, სამი ბავშვი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გიგასთან იყო ამ გოგონასთან ერთად გაკვეთილზე, სამივე ამბობს რომ დანარჩენი სამი ბავშვი, სამივე ამბობს რომ გიგავალიანი თანაბარ ყურადღებას აქცევდა ყველა ბავშვს და არც ერთი გაკვეთილი იმ გოგონას არ ქონია ცალკე გიგასთან. და კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა. ხო, კიდევ ერთი. წუხთაო, ეს არის მას შემდეგ, რაც უკვე მკვლელობა დაკვეთილია. მას შემდეგ გიგას მესი 26 სექტემბერს, 26 სექტემბერი არის საბედისერო დღე, 26 სექტემბერს დაურეკე მე ამ გოგონას დედას და 26 სექტემბერს გადმოტვირთულია ბატონო ზაზა გიგას სურათები, ნიკას სურათები და ჩემი სურათები. ყველას ტელეფონში, ყველა მკვლელის ტელეფონში გადმოტვირთულია ჩვენი სურათები, ისე ჩვენი გაუნებელყოფაც უნდათ ალბათ შემდეგ მე უკვე. რომ მე ხმა არ ამოგვიღო. ანუ ხმა რა, მოვიღეთ უბრალოდ ჩემი და ნიკას სურათები, მას შემდეგ არის გადმოტვირთული. რომ ჩვენი გაქრობაც უნდათ, მაგრამ უკვე აღარ გამოვიდა და მე ვთქვი რომ ჩვენ გიგამ დაგვიტოვა იმუნიტეტი, თითსაც ვერავინ დაგვაკარებს და ესეც რომ არ იყოს, აბა მოდი მოსინჯეთ ახლა ჩვენ ველოდებით ახლა მკვლელებს, გიგა არ ელოდა, იმიტომ რომ მეგონა რომ მართალი ადამიანი ასე ველოდ არ მოკვდებოდა მზაკრული ხელით და ახლა ისევ იმას დაუბრუნდები რომ მას შემდეგ გამოიგონეს ამბები, მაგრამ იქ წერია ასეთი რამ. 26 სექტემბერს გიგავალიანი იყო ავად. ფაქტი ეს ჩაიხედონ ისტორიაში, ფორმა 100-ში ჩაიხედონ და ფორმა 100-ში წერია რომ გიგას ჰქონდა ბრონქიტი. ოღონდ იქ წერია ქრონიკული ბრონქიტი. ქრონიკული არა, გიგას ჰქონდა მწვავე ბრონქიტი, გიგავალიანი მე კიდევ გავიმეორებინა თქვამს რომ წყალს არ სვავდა გაკვეთილს, იცის მისმა მოსწავლეებმა 8 წელიწადი ამზადებდა გიგა მოსწავლეებს და იმ დღეს გაკვეთილზე მან დალია ჩაი. სწორედ იმ მერაბ მალანიას შვილის გმს გაკვეთილზე გიგავალიანმა დალია ჩაი, იმიტომ რომ გიგას ტკიოდა ყელი. და გიგამ ასეთი რაღაც მიწერა რომ მე აქამდე ვიყავი კარგად, აცი ვეღარ. გადავდოთ გვერდზე გიგას ავადმყოფობა. თუ ეს არ იყო გიგას ავადმყოფობით, პირდაპირ წერია რომ ახლა ვეღარ ვარ კარგად, ადამიანი ამბობს რომ ვეღარ ვარ კარგად. და თუ კი მათ გიგას ავადმყოფობის არ ჯერათ, ჯერ ეს წერია ფორმა 100-ში რომ გიგას ჰქონდა ბრონქიტი. ვიდრე მე ის საქმის მასალები ხელში მექნებოდა და ვის ფორმა 100 მე ეს მანამდე ვთქვი. ამას ხომ ვერ უარყოფენ არა? მე გადავახვე მაშინ და მე დავდებ ეს როდის ვთქვი რომ გიგას ჰქონდა ბრონქიტი. ბრონქიტი არ გაციებული იყო იმ დროს და ყელის ტკიოდა და გადავდოთ გვერდზე და რაღაცა სხვანაირია, ის ტრიქონებს შორის წაკითხონდო და პირდაპირ არიღებენ. მაშინ მოდი ასე ვთქვათ რომ გიგავალიანი ისე კი არ გაიგო როგორც თვითონ უნდათ. მაშინ მოდი ასე ვთქვათ, გიგავალიანი აქამდე იყო კარგად, მაგრამ უკვე ყელში ჩამოვიდა ამდენი გაცდენები და აღარ არის კარგად. მაშინ ჩამეხსენ, იმიტომ რომ მე შენს განათლებაზე მე უნდა ვაგო პასუხი, ხო? და როცა გაკვეთილებს მიცდენ, როგორ მე და როგორ მოგცემ შენ განათლება, ხო? და ეს რომ ამბობს დედა რომ აი ეს ასე უთხრაო გიგამო და ასე წერიაო რომ თითქოს გიგაო შეწუხებულია რომ ჩემი შვილი მას ტოვებსო. ბოლოს უთხრაო რომ მეგონა დამტოვეო, როგორ სად უთხრა?
პროკურატურას წაღებულია გიგას ცხრილი. არ იციან მათ წინამდვილე და ამიტომ ბოდიში და იმას ბოდავენ მაპატიემ სმენელო და მაპატიე თქვენ ამ სიტყვის თქვენ. ბატონო ეკა, ამაზე ყურადღებას ნუ ამახვილებთ, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ ეს არის მოგონილი ისტორია. დიახ და ცხრილი გიგას ისეთი ქონდა რომ ერთი მოსავალი დგებოდა მეორე მოსავალი ჯდებოდა. მათ ესენი არ იციან გიგას ცხრილი წაღებულია პროკურატურას და ვერანაირად ვერც ერთი წამი ურთიერთობა ვერ ექნებოდა ეს საზოგადოება მიცის მათაც იციან არ უნდა გაგება თუ არა. და ეხლა კიდევ უფრო მეც ვიტყვი. მაშინ როცა ისინი ამბობენ რომ თითქოს გიგა იმის გამო წუხთა რომ როგმნია იმნაძემ უკაცრავად აი მაგრამ უკვე ყველა მიცის და პროკურატურა არ ერიდება უკვე მაპატიეთ ტელევიზიას ბოზის ხთი არ ერიდება უკვე ამ მათი სახელის და გვარის ხსენებას. საქმე იმაშია რომ მე და გიგას ვოისი ან მე და გიგას ერთმანეთთან გვაქვს მიმოწერა და იმ ჩვენს მიმოწერაში რომელიც უკვე ამოღებული აქვს პროკურატურას ჩემი ტელეფონიდან ამოღებული აქვს უკვე პროკურატურას და საქმის მასალებში დევს უკვე წერია ის რომ მე და გიგას გაშვება გვინდოდა აი ამ გოგონას რატომ? იმიტომ რომ არ სწავლობდა კი ვიცით ეგ დიახ მაგრამ მათ გონიათ რომ ესე ელოც წავ კიდევ ერთი რამ იცით რა წერია იმ დედის ჩვენებაში არ ვიცოდი გაკვეთლებით უნდა აენაზღაურებინაო 2 ოქტომბერს მე ისა ბოდიში უკაცრავად 1 სექტემბერს მე თვითონ მივწერე დედას რომ მე ამდენი 15 სექტემბრამდე შემინახეთ ადგილიო კარგი მაგრამ ამდენი გაკვეთილის ანაზღაურებას ვეღარ მოასწრებს მეთქი იმიტომ რომ გიგა 15 ოქტომბრიდან ინტენსიურად იწყებს გაკვეთილებს და ვეღარ ანაზღაურებს თქო ეს გოგონა მოვიდა 12-ში 15-ში უნდა 15-ში მივიდა ოჯახმა ესეც მის მერე პირველ ჩვენებაში უწერია 15-შიო მე იმიტომ გაასწორეს მე ვიძახოდი 12-ში მეთქი და მე გაასწორეს სხვა ჩვენებაში უწერია 12-შიო 12-დან 15-მდე ხომ სვენელი ვარ დავკარგო გიგა გაკვეთს ვერ ანაზღაურებდა რიგი მიზეზების გამო 15-ის შემდეგ ეხლა ეს წული დეტალებია უკვე და მნიშვნელოვანი აღარ არის აქ თუ რომ დაკარგვეს ძვირფასი საეთერო დრო და 15-ის შემდეგ უკვე გიგამ ინტენსიურად დაიწყო მოსავლის მომზადება თეორიულად შეუძლებელი იყო ერთი გაკვეთილი მაინც რომ აღედგინა გიგას ცალკე მისთვის იბარებდაო თეორიულად შეუძლებელი გაბატონო ეკა ჩვენი გადაცემა მიუახლოვდა დასასრულს ჩვენ დაგითმობთ ყოველთვის ეთერს როცა იქნება სიახლეები იმიტომ რომ ტელეკომპანიის პოზიცია რომ იდგეს თქვენ გვერდში დაგეხმაროთ ეფექტური გამოძიების ჩატარებაში და დაგეხმაროთ იმაში რომ სამართალმა იზეიმოს და ამ ქვეყანაში ერთ საქმეზე მაინც შეიქმნას პრეცედენტი რომ ქვეყანაში ჩატარდა ეფექტური გამოძიება მე მინდა დაგემშვიდობოთ პატრიცემულო ტელემაყურებელობო და რადიო მსმენელებო ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებოდა გმირი დედობის ეტალონი ქალბატონი ეკა კუპატაძე მოკლული გიგა ავალიანის დედა კარგად ბრძანდებოდეთ